იერარქიული ვერტიკალი აი ამ ყოფიერების სტრუქტურისა, რომელიც ღმერთიდან იწყება და ღმერთი ქმნის ამ სამყაროს და სამყაროში ქმნის გონიერ არსებებს, ანგელოზებს, რომელსაც ასევე ვერტიკალური ყოფიერება აქვს, სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი, მეორე დასის, მესამე დასის ტრიადები, სხვადასხვა იერარქიული საფეხურები და ადამიანები ჩვენ. და აი ამ ეკლესიაში, რომელიც ქრისტეს სამეფოა, რომელიც მარადისობაში გრძელდება. ეს ხო აქ ეკლესია ხო მარტო ამისთვის არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთს აქ ვიყოთ, ეკლესია ხო მარადისობას წვდება, ხომ იგი ერთი მთლიანობაა, თქვათ, მებრძოლი ეკლესია და ზეციური ეკლესია, ეს ერთი მთლიანობაა. და ეკლესიის სტრუქტურაც იერარქიულია. ამაზე ძალიან ბევრს ჯერ კიდევ დიონესი არეოპაგელი წერდა ამის შესახებ. როგორც ზეცაში არის იერარქია, ისე მიწაზეც არის იერარქია, იმიტომ რომ მიწაზეც და ზეცაშიც ერთი სამეფოა ქრისტესი. და ეს სამეფო იერარქიულია და ეკლესიასაც თავისი იერარქია აქვს და ეკლესიის უმაღლესი იერარქია არის პატრიარქია, მთავარეპისკოპოსი, მერე ეპისკოპოსები და ასე შემდეგ. და როდესაც ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან ქრისტიანობას, ებრძვიან სწორედ აი ამ იერარქიულ პრინციპს. რატომ არის რომ მღვდლობას ებრძვიან და ხშირად ის ადამიანებიც, რომლებსაც თითქოს ქრისტე წამთ და ქართული სინამდვილესთვის ეს არის რაღაც უცხო ელემენტი. არაორგანულია, ჩვენ სისხლშია გამჯდარი, რომ ჩვენ ყავს მეფე ქრისტე. ჩვენი მეფე ქრისტეა და ეს ზეციური იერარქია ასახულია მიწაზე ეკლესიის სახით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ გვახსოვდეს, ამიტომაც არის, რომ 1000 ჯურის ლიბერალიზმი არსებობს, ხო? ფსევდოლიბერალიზმი, რას გინდათ ის დაარქვით, რომელსაც არ აქვს ატანა სამღვდელო ინსტიტუტის. იმიტომ რომ აქ არის სწორედ ეს იერარქიული პრინციპი. როცა ჩვენ საუბრობთ, რომ ამ სოფელს ჭირი აქვს და ეს სოფელი თუ განსასწრებს გვაყენებს ჩვენს და პრობლემებს გვიქმნის, ეს ერთ-ერთი მიზეზი, როცა ჩვენ ქრისტიანები ვარ და ეკლესიაში ვიმყოფებით, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ამ სოფლის სულს არ აქვს ატანა იერარქიული პრინციპისა მოწყობისა, სამყარო მოწყობილია იერარქიული პრინციპით და შესაბამისად არ აქვს ატანა მღვდლობის ინსტიტუტის და ხო ჩვენ ხო ვიცით, რომ მღვდლობის გარეშე, როგორც იგივე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, მღვდლობის გარეშე არაფერი არ არსებობს. იმიტომ რომ მღვდლობის ინსტიტუტი, როგორც საიდუმლო მსახურება, დადგენილია იმისათვის, რომ ჩვენ ღმერთთან ერთობა გქონდეს ევქარისტიული საიდუმლოების საშუალებით.